სანთელი ავანთე და ეხეწებოდი უფალსა. ცოტას მეთქი მაინც გაუხან გრძლივე სიცოცხლე. ჩაიწვე ის სანთელი და გამააცხადეს ტელევიზორში რომ პატრიარქი გარდაიცვალა. უხმოთ ნატარები ამბები პატრიარქზე, რომელიც ახლო ადამიანებმა შემოინახეს. Კიკუნენას დაუპული გმირები, მითხრა პატრიარქმა, რომ ჩემი ანაფორა დაუფინეთ, არ შესწივლეთო. სადაც დაიბადა? პირველ სართულზე არის ერთი კლასი. იმ კლასში სწავლობენ, რომელიც ეზოში გამოდის. სადაც გაიზარდა? მე და უწმინდესი ერთი ოჯახის შვილიშვილები ვართ. და სადაც მიწას მიაბარებენ? უწმინდესი მეუნება, უნდიაქო, აი აქ დამასაფლავებელ მეო. ლადი კავკაზი, სნო, თბილისი. ამ შაბათს ჩვენს ობიექტივში. გახსოვთ პატრიარქის სინქრონიზაციის დღე. ყველა რაღაცას ახალს ელოდებოდა, რაღაც დიდი მოვლენა მოხდება. ნახევარი საუკუნე ეკლესიის სათავეში და თეთრად გათენებული ღამეები პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად. რა იქნება ხვალ? ტყუილია იმის თქმა, რომ სამდელობა დროდადრო ამაზე არ ჭობდა, რომ რა იქნება მერე. მემკვიდრე? არც კანონიერად და არც არანაირად მას ესეთი უპირატესობა არ აქვს. ანდერძი? ყველა სეიფი უნდა გაიხსნას, რომ მოიძებნოს კარგად. და ორი თვე ახალი პატრიარქის ასარჩევად. მე შეიძლება არ გამოვთქვა, მაგრამ იქ ფურცელს არ ჩავაგდებ ხო, არავინ არ მიყურებს. დღეს 8 საათზე 39 ეპისკოპოსიდან ნახეთ ვინ ეთიშება სვლას პატრიარქობისკენ. მე ვიცი ესა და ვინ იქნება კანდიდატები და ასე შემდეგ. რას ამბობდნენ წმინდა სინოდში დიდი გავლენების მქონე ეპისკოპოსები მოსაყდრის დასახელების დროს? მე ის არ ვიცი ამ გადაწყვეტილებაში თავისუფალი იყო თუ არა. ელოდით რომ თქვენ იქნებოდით. დავის მხარეს დადგება მაღალ ყოვლად უსამხდელო ესთა ჯგუფი, რომელთა გავლენებით წლებია იზრდება. თქვენ დაუჭერთ მეუფეშიოს მხარს, თუ თქვენი კანდიდატი გეყოლებოდა. მომისმინეთ რა. რა საშუალებები ექნება ახლა ხელისუფლებას ჩაერიოს ახალი პატრიარქის არჩევაში? აუცილებელი არის, რომ ყოველგვარი გარეჩარევის გარეშე მოხდეს. არქივი, რომელიც ყველაზე მეტს ამბობს, პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს. ამ პატრიარქმა შეიძლება თქვას, ძანოს ის როგორც თვითონ უყურებს, მაგრამ ჩვენ არ გავიზიარო. და დღევანდელი კადრები, რომელიც დიდ შიშს აირეკლავს. ბიძინა ივანიშვილს რამეს ეშინია ეს დამხშობები რო გამოიყენეთ? რა თქმა უნდა ვიცი, მაგრამ არ გეტყვით. ეკლესიაში რა აუცილებლად იყო ამის გამოყენების? დაგვიტოვეთ რაღაცა ისაც ჩვენი პროფესიულია რა. აი საიდუმლოა. დღეს 8 საათზე შაბათის ეთერი.